თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. პირველ სესიაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებმაც. ფორუმს 60 ქვეყნიდან 2000 დელეგატი ესწრება. ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გამოსვლა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე საუბრი დაიწყო. პრემიერმა აქცენტი გააკეთა მის ისტორიულ როლზე, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს. პრემიერმა მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზეც ისაუბრა, რის შედეგადაც ქვეყანა პარტნიორობისთვის უფრო მიმზიდველია. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის იმუშაოს მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს მშვიდობა რეგიონში. მარიამ მენაბდია კურიერის ეთერში, რომელიც პრემიერების მთავარ გზავნილებს მოგიყვება. მარიამ, გისმენთ. Ის რომ აბრეშუმის გზა ცდება ეკონომიკურ ფარგლებს და იგი იდეების, კულტურისა თუ ღირებულებების გამტარია და დამაკავშირებელია აზიასა და ევროპას შორის. ამაზე დღეს ჩვენ ხაზგასმა მოვისმინეთ პრაქტიკულად ყველა სტუმრისგან, თავად მას პინძელს რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გახსნა პანელი. სწორედ ამაზე საუბრი დაიწყო პრემიერმა მიმართვა სტუმრების მიმართ და აღნიშნა ის, რომ საქართველო ბუნებრივად არის ეს დერეფანი ჰაბი, როლი რომელიც მას ერგო ისტორიულად და მოწადინებული სახელმწიფო მიუხედავად უამრავი გამოწვევისა იქნება ეს 2008 წლის რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ თუ გეოპოლიტიკურად არსებული რთული ცხელი წერტილები მიუხედავად ამისა რომ საქართველო მოწადინებულია გააგრძელოს და გაამყაროს ის როლი რომელიც მას ისტორიულად ერგო. თუმცა ამ საქმეში მას დასჭირდება პარტნიორები, რეგიონალური მოთამაშეები და სწორედ ამაზეც გაკეთდა აქცენტი, რომ მნიშვნელოვანია ინვესტორს აი ამ საინვესტიციო რუკაზე, რომელსაც შუადერეფანი სთავაზობს, მას საქმე გამზადებული დახვდეს. ანუ სატარიფო პოლიტიკა იქნება ეს საკანონმდებლო ბაზები თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ იყოს მოწესრიგებული კავკასიის სახელმწიფოებში იმისათვის, რომ ინვესტორს მხოლოდ და მხოლოდ ფულის დაბანდება მოუნდეს, აქ და არ იყოს ბევრი სხვა გამოწვევა მათ წინაშე. თავად აი პანელის მიმდინარეობის დროს ბევრი იყო საუბარი საქართველოს როლზე არა მხოლოდ შუადერეფანში, როგორც ეკონომიკური გამტარის, არამედ ასევე იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს კავკასიაში მშვიდობის გარანტორი და ესე ვთქვათ, ხარების დამაახლოვებელი სახელმწიფო. ამაზე კურიერი კიდევ უფრო დეტალურად მოგვიანებით მოგიყვებათ, გეტყვით სხვა აქცენტებსაც, რომელიც ეხებოდა მათ შორის ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რასაც ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე ანაკლიის სპორტს და აღნიშნა მან, რომ საქართველოს ეს საჭიროება ახლა შავ ზღვაში ღრმაწყლოვანი პორტი იმისათვის, რომ აი სწორედ აი ამ ახალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შუადერეფნის წინაშე არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უფრო კონკურენტუნარიანი იყოს ის და რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლის გასაჟღერებლადაც ეს პლატფორმა გამოიყენა პრემიერ-მინისტრმა, ეს ეხებოდა ევროინტეგრაციას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღე-დღეზე ელოდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ანგარიშს, შეფასებით ანგარიშს და ველოდებით უკვე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საქმეში გადაწყვეტილებას და სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა მან, რომ საქართველოს აქვს საკუთარი ღირსეული როლი ევროკავშირში, რომ საქართველო იმსახურებს იქ საკუთარ ადგილს, რომ ეს ქართული ხალხი იმსახურებს ამ ყველაფერს და რომ ელოდება მთელი საქართველო ახლა იმ სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ბრიუსელმა უნდა მიიღოს. საქართველოს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩემმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა გაძლიერებულიყო კავშირები და ასევე დამკვიდრებულიყო ეფექტური სავაჭრო გზები. შუადერეფანი საქართველოს მასშტაბით სწრაფად ვითარდება და როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო ვარიანტი აღმოსავლეთ და დასავლეთ მარშრუტზე. ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან, რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და გამოყენებული იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა. საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. დსთ-ს ქვეყნებთანაც არსებობს ხელშეკრულება, არსებობს შეთანხმება ჩინეთთან, თურქეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან და ჩვენ ვითარდებით როგორც რეგიონალური ჰაბი. მიდის მოლაპარაკებები ისრაელთან და კორეასთან. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საგადასახადო განაკვეთი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც საერთო განაკვეთი 9.9%-ია. დღეს საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელთაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ევროპულ ბიზნესს საქართველოს თავაზობს გასასვლელ გზას არა
მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ სთავაზობს გასასვლელს ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში. ცოტა ხნის წინ ჩინეთმა და საქართველომ გააძლიერეს სტრატეგიული კავშირები, რაც აძლიერებს ჩვენს როლს. სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის. ასევე აძლიერებს საქართველოს როლს აზიასა და ევროპის კავშირისთვის. ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში. ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენი როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის. ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული და ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ყოველწლიურად 100 მილიონი ტონის გადაზიდვა მოხდეს. საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი როლი როგორც ენერგეტიკის ტრანზიტის, ასევე სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული ურთიერთკავშირის რეგიონალური ცენტრისა. ჩვენ წამოვიწყეთ სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე გახმაურებული პროექტი, რომელიც ნამდვილად ზეგავლენას ახდენს ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ. ასევე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი გვპირდება იმას, რომ მწვანე ენერგიით მოხდეს ვაჭრობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. ასევე ხელს უწყობს განახლებადი ენერგიისა და წყალბადის წარმოებას. სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა 2022 წლის დეკემბერში ბუქარესტში, რომლის ხელმომწერებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან მყარი საფუძველი შექმნეს ენერგეტიკული პარტნიორობისთვის. წყალქვეშა კაბელის პარალელურად კიდევ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი დააკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ წვდომა სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ კავშირზე. შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლაც გააქტიურდება, რომელიც საქართველოს დააკავშირებს რუმინეთსა და ბულგარეთთან და გააძლიერებს საერთაშორისო ტრანსპორტირებას. შუა ერეფნის გასწვრივ. საქართველოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივები წამოიწყო, მათ შორის არის რკინიგზის მოდერნიზების ამბიციური პროექტი. 2024 წლის ბოლომდე იგეგმება მისი დასრულება. ამით გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. საქართველო იქნება რეგიონში ჰაბი და მთავრობა ნამდვილად ახორციელებს ინვესტიციას აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალში. ბაქო-თბილისი-ყარსი ახალი სარკინიგზო ხაზი დასრულდება 2024 წელს. ჩვენი მთავრობა აძლიერებს საჰაერო კავშირს. თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს სტატუსს გლობალურ ავიაციაში. ყველა ეს დიდი პროექტი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ეკონომიკას უზრუნველყოფს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხს. ეს პროექტი ასახავს ჩვენს მტკიცე დამოკიდებულებას ევროპულ ინტეგრაციისადმი და ერთგულებას მის მიმართ. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის. მართლაც აღსანიშნავია მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ევროკავშირთან uvizო რეჟიმი. ეს ყველაფერი ადასტურებს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული პერსპექტივის ჩათვლით. ჩვენ მოველით ევროპისგან შორს მჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მიღებული იქნება კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გახსნის კანდიდატის სტატუსისკენ.